დღეს მაქვს 10 ცალი გიგანტური ამანათი. ნახეთ რამდენი აქვს ჩანვარ. შეხედეთ ახლა გადავაწყო ამას გვერდზე და დავიწყოთ. ძალიან დიდებია, ყველაზე დიდები რაც იყო ისინი შევახშიე. მაგიდანაც აღარ ეტევა. რო გავხსნი მე სადმადავლო ეგეც არ ვიცი. ახლა ავაშენებ კედელზე იქითკენ გვერდზე. ნენელა დავიწყოთ გახსნათ. თორე ძალიან ბევრია. დავიწყოთ აი ამ ყველაზე გრძელი ამანათით. ნახეთ გამხელა. შეიძლება კადრში არ ჩაეტიოს. აბა იქნება ძალიან მაინტერესებს. დიდი ამანათების იმედი მაქვს მე, თორე პატარებმა ვერც ვერაფერი ვერ იქნა. მულტიფუნქციური მონიტორის სადგამი ესე წერია. აი განახებთ. გავხსნათ და ვნახოთ აბა როგორი მონიტორის სადგამი არის. კომპიუტერის მონიტორის სადგამია თუ თვითონ ნოუთბუქის თუ მულტიფუნქციური როგორ არის. აბა ვნახოთ რა დევს შიგნით. კი მივხვდი რას დევს და კი წერია, მაგრამ თვითონ ვიზუალურად მაინტერესებს. აი ესეთი რაღაცაა. ესეთი რკინის დაფაა, რაზეც მონიტორი უნდა დაიდოს და შიგნით მოყვება ორი ცალი რაღაც ნაწილი. მე მგონი გვერდები. გვერდებზე გასაკეთებლები თუ ავწდები. ესე ერთი ცალი ესე მაგდება, ერთი ისე. აქ დასამაგრებელი აქვს თავისი, ზემოდან მონიტორი დაიდება შემაღლებულზე რო იყოს. კაი რაღაცაა, მომწონს. მეტალისაა, კაი ხარისხიანია. ეს პლასმასია. ესეც ალბათ დაიდება ჩემს საიტზე. ვინც არ იცით და ვინც პირველად უყურებს ვიდეოს, ამანათები, რომლებიც ამომივა, რომლებიცაც ჩემთვის არ დავიტოვებ, დებ ხოლმე გასაყიდად. ან კომენტარში უნდა დავიწეროთ კიდევ თუ გნებავთ და შეგეხმიანებით, ან საიტია სპეციალური დაკარგული ამანათების წერტილი G. ამ საიტზე შეხვალთ და კატალოგი არის იმ ნივთების თუ რა იყიდება. გადახვალთ, შეკვეთა საიტზე ვიაფორმებთ და ოპერატორი იკავშირდებათ და მე უკვე დააზუსტებ დეტალებს იქ სად მოგიტანოთ, როგორ მოგიტანოთ და ასე შემდეგ. თბილისში ტრანსპორტირება უფასოა. შემდეგი ეს უზარმაზარში და გიგანტურში არ გადის, მაგრამ 10 ცალად თუ დამამგვალებინა მაინც ესეთი ავარჩიე, მაგრამ სიმძიმე აქვს, დიდიც არის. აბა გავხსნათ. ამასაც რაღაცა მსგავსი ახატია, ნეტა რა არის? K3 LED პანელი. ნახოთ აბა რა არის პირდაპირ. ოჰო, მე მგონი განათებაა. განათება არის კი. რა მძიმეა ეს იცი? ძალიან მძიმე, ნახე. კინო არა, მძიმეა. აი ესე იდება. მოდი დავაწყობ, ძალიან საინტერესო იქნება. კი, განათებაა, თან ძალიან კაი განათება ჩანს, ეს ესე ჯდება. ამაში, როგორც მივხვდი, შესაერთებელი, ეს ამერიკული პორტია. და ესეც ეს, უკან ეკრანი აქვს, ალბათ რაღაცები უნდა ხო, აქ გადამყვანები, ძალიან საინტერესო რაღაც იქნება, ჩამთველი, გამომთველი და მაგრდება აქ. ფერებიც აქვს, როგორც მივხვდი, ფერებით შეგიძლია აკონტროლო. ეხლა ვეცდები, რომ შევაერთო და განახებთ როგორ იქნება გადამყვანი თუ ვიპოვე ამის. და იმედი მაქვს, ეს შეიძლება მე დავიტოვო, იმიტომ რომ ძალიან მაგარი რაღაცა, ფერების თუ აქვს, ვაფშე იდეალური იქნება. სამწუხაროდ გადამყვანი ვერ ვიპოვე, მაქვს ძალიან შორს, მაგრამ აქ ვერ მოვიტან, მიმაღებული მაქვს კედელზე. მას გავტესტავ მე და გეტყვით მუშაობს თუ რაღაც. ეს თუ იმუშაოს, თავისი პატარა ეკრანი აქვს, რამოდენიმე ფუნქცია აქვს, ფერები ეცვლება, ფერების კონტროლიც აქვს, აქ ფერები ეცვლებაო წერია და ალბათ ძალიან ბევრი ფერი აქვს, მაგას ახლა ინსტრუქციაში ვნახავ. კიდე რამოდენიმე ფუნქცია აქვს, ადაპტერის ფუნქცია და ეკრანზე რაღაცები აწერია. ეკრანზე რები უნდა დაეწეროს ვერ ხვდები, მაგრამ საკმაოდ ხარისხიანია, კონტენტ კრეატორს ძალიან მაგად გამოადგება. დაწუნებული ვარ ახლა ეს მთლიანად გაანათებ, ძალიან მაგარი შუქი ექნება. მეორე ნივთიც მომეწონა, დიდებში ესე იგი უკეთესი რაღაცეები და ამის მე რომ გამოვიწევ ხოლმე დიდები უნდა მოვითხოვო. ჩემი მოთხოვნას ახლა დიდად არ აკმაყოფილებენ იქ, მაგრამ შემდეგი ესეც უზარმაზარი, ეს მართლა უზარმაზარია, ნახე ამხელა, იმიტომ დავაგვი ამ ვიდეოს უზარმაზარი ამანათები. თან კაია, ესეთი ყუთები ეგრევე იხსნება დანის აქეთ იქიცის არ მიწევს. ესე ძალიან კაი რაღაცა ჩანს ხალხო. ძალიან გაგვიმართლა ამ ვიდეოში, ეს იქნება ტოპ ვიდეო. რასაც ქვია ტოპ ვიდეო. ეს არის თუ ავსდები ფეხების ან გამათბობელია, ან მასაჟორი, არ ვიცი, ნახოთ აი ესე გამოიყურება. ფეხების მასაჟორი არის, თუ ავსდები, აწერია კიდევაც, ახლა შევხედავ. გავხსნათ ახლა ეს ფეხების მასაჟორი და ვნახოთ. ძალიან მაინტერესებს. მე მასაჟორებს და რაღაცებს არ ვიყენებ, მაგრამ თავისი ჩანთა მოყვება. დამტენი ან კვების წყალში შესაძლებელი მოყვება და თავარი ნივთი. ნახეთ რა ხელა. ბიჭო, ძალიან დიდი რაღაცა. ამას იკეთებთ ფეხზე, აწერია კიდევაც, მარცხენა მარჯვენა. ამას ფეხზე იცვავთ ბოლომდე. აქ არის დიდი პულტი, რომლითაც არეგულირებთ ინტენსივობას, რამოდენიმე მოუდი აქვს, ნახეთ. ეს იქნება სუპერ პროდუქტი. ეხლა უბრალოდ ვერ ჩავთავ, იმიტომ რომ ეს კვების წყალში შეერთდეს და სამწუხაროდ ეხლა კვების წყალოსთან წვდომა არ მაქვს. ძალიან კაი რაღაც იქნება, თავის პატარა
ჩანთით ატარებთ ხოლმე. მე ამით დაინტერესებული ძალიან არ ვარ, ასე რომ ეს დაიდება ყველა ვარიანტში. ფეხები ვისაც აწუხებს, შეშუპებული ვისაც აქვს ან ვის მძიმეს გზნობს ხოლმე, იმისთვის იდეალური იქნება, ძალიან კაია. თავისი ინსტრუქციას მოყვა, მაგით წიგნის ხელა ინსტრუქცია არის, ნახეთ, ძალიან დიდი ინსტრუქციაა და დაწყვილებით წერია აბსოლუტურად რა გასაკეთებს, რისთვის არის, რამდენი ხანი უნდა გქონდეს, 20 წუთი რომელი უნდა გაიკეთოთ, რომელი ფუნქცია და აი ძალიან ბევრი რაღაც წერია. C-რას ნიშნავს, S-რას ნიშნავს, ძალიან ბევრი ამეწერია, ამას რო წაიკითხავთ, გასვეთნებათ. ნუ ინგლისურ ენაზე არის. ეს დაიდება ჩემს საიტზე დაკარგული ამანათების წერტილი G. ნუ ვინმე შეძენათ თუ გნებავთ, შეგიძლიათ კომენტარის დამიწეროთ, თუ შემომჩნია კომენტარი, იმიტომ რომ ზოგჯერ ბევრი იწერება ხოლმე და ხშირად თუ არ მაქვს ხოლმე ვნახო, აუცილებლად გიპასუხებ და შეიძენთ. ეს ყველა ვარიანტში გაიყიდება. მოკლედ გაამართლა დიდმა ამანათებმა. ეხლა ავიღოთ შემდეგი, ესეც ძალიან დიდია, უზარმაზრებია რა ერთი სიტყვით. ესეც ყუთია და ამაშიც კაი რაღაცა იქნება. დიდი ამანათები ყოფილა რაც ყოფილა ერთი სიტყვით. ეს დაბრენდილი ყუთი არ არის, ჩვეულებრივი კარდონის ყუთია, რომელშიც პროსტა ისედებენ ხოლმე შეკვეთებს და ნახოთ აბა ამაში გაიდება. რაღაც ნაკეთობაა შიგნით, რომელიც ისია ჩადებული, თუ ამოვიღე უკან, მე ვეღარ შევაბრუნებ, დარწმუნებული ვარ. თეფში. თეფში გაა. კბილოვის დასადები, კაი მძიმე, კერამიკაა თუ რა არის. ნუ რა ვიცი, არის რა. კბილოვის ჩაყრი, ხის ჩაყრი, ალბათ მაგისვისაა. ნუ რო გითხრათ, მომეწონა მეთქი, მე არ მომეწონა ახლა ეს. სავარაუდოდ ესეც ჩემს საიტზე დაიდება. გადავიდეთ შემდეგზე, ისევ დიდი ამანათი, რაღაც არასტანდარტული სხვანაირი ყუთია. ნახოთ აბა გაიდება. ესეც დაუბრენდავი ყუთია, ანუ არ ვიცით, სანამ არ გავხსნით ბოლომდე გადევს შიგნით. ნუ ეგრე ჩანს ყოველ შემთხვევაში. შიგნით დევს 3 ყუთი, ანუ ყუთში დევს კიდე 3 ყუთი. ნახოთ აბა პირველ ყუთში რა შეიძლება იყოს. შეიძლება ყველა ერთი ისა კომპლექტი არის, შეიძლება სხვა რაღაცები იყოს არა გამორიცხული. პირველი, ნუ ეს რაღაცა ადრეც ამომივიდა, ელემენტისა რაღაცის დამტენი არის. აი ესე გამოიყურება, ნახეთ. უკან ესეთი რაღაცები აწერია. დამტენია ყველა ვარიანტში. დამიწერეთ აბა კომენტარებში რის დამტენი შეიძლება იყოს. ესეც წავა გასაყიდში. სავარაუდოდ რაღაც სამშენებლოს დამტენია, დრელის რაღაც ეგეთის. აბა გვერდებზე გამოყვება. შეიძლება თავისივე რაღაცები მოყვება, რაც უნდა დატენოს. ნახოთ აბა. აბა ნახოთ რა იქნება. მეგონი რაც უნდა ხო, რაც უნდა დატენოს, ეგ მოყვება. მაგრამ ისე დალუქული არის, ნუ ერთი სალმა გავხსნა ყველა ვარიანტში. აჰა. აი, რაც მაგაში ჩადის, მე მგონი ზუსტად ეგ არის. ამოვიღოთ თავიდან. ნუ ეს არის ეს და აჰა, აი ესა. მაგრამ აი ხა ეს რა არის თვითონ რასაც ტენის ელემენტია, 1.2 ვატიანი მაქსიმუმ ესე აწერია. თვითონ რამხელა არის, აი ესე გამოიყურება, მეგობრებო. აქ დაჟე ისიც აქვს. რამდენზეა დატენილი, ანუ რაღაცის ელემენტია. დრელები როა, ბარგალკები ან ასეთი რაღაცეები მაგისია სავარაუდოდ. 2 ცალი, მეორე ცალი ყუთში. ეს ძალიან კაი რაღაცაა, უბრალოდ მე არა მაქვს. მე კონკრეტულად გავაჰკვევ რისია და ყველა ვარიანტში ჩემს საიტზე დაიდება ესეც გასაყიდად. ნუ თუ ყიდვა გნებავთ ისედაც შეძენათ გსურთ, შეგიძლიათ კომენტარში დამიწეროთ. ეს მომეწონა, ეს კაი ამანათია, იმიტომ რომ საკმაოდ კაი რაღაცა ჩანს. გერმანულად წერია ფოტოშოპის ინსტრუქცია, ანუ გერმანულებია და კაი ამანათია ძალიან. აი ძალიან მომეწონა, ძალიან კაი რაღაცაა. 2 ელემენტი თავის დამტენით, მეტი არ აგიათ. სანამ შემდეგ ამანას გავხსნი, შეგახსენებთ, რომ ჩემი მხარდამჭერია Georgian Time, ამანათების გადაზიდვის კომპანია, რომელსაც ამანათები დააქვს პოლონეთიდან საქართველოში და საქართველოსთან პოლონეთში. მათი სოციალური ქსელები შეგიძლიათ იპოვოთ ესე. გამოიწერეთ, დაეკონტაქტეთ, რისი ჩამოტანა გნებავთ, რისი გაგზავნა გნებავთ. უკვე იქ შეთანხმდით, არიან ძალიან სწრაფები, აღაზიანებენ ამანათებს და ტარიფების შესაბამისი აქვს. შემდეგი ამანათი, რომელიც არის, ბიჭო, ძალიხარით ვერ გავწიე, მაგარი მძიმეა. და იმედია ბარგალკა ან რაღაცა გავსი სამშენებლო დანადგარი არ იქნება, ძალიან დიდი იმედი მაქვს, მაგრამ ისეთი სიმძიმეა, რომ მეტი სხვა რამე ვერ წარმომიდგენია. რაღაცა მსგავსი იდება უეჭველი. მაგრამ არა, უარესი. რაღაცის ადაპტერი დევს. სურათზე საერთოდ სხვა რაღაცაა ნაჩვენები. აი ესეთი რაღაცა ხატია სურათზე. რაღაცა რკინის კონსტრუქცია ხატია. ნახოთ რა არის. ძალიან მაინტერესდა. ბევრი რაღაც დევს შიგნით. ეს არის კომპიუტერის მონიტორის სადგამი, როგორც მივხვდი. მე ვით მივხვდი ეგრევე. კომპიუტერის მონიტორის სადგამია, თავისი უამრავი ნაწილით. ეხა ესენი ამოვიღო, შეიძლება უკან ვეღარ ჩავდო. ხო, კომპიუტერის მონიტორის სადგამია. ძალიან კაი რაღაცა არის, მომეწონა. უბრალოდ თავის ზომები ექნება სავარაუდოდ. თავისი აწყობის ისიც მოყვა. 2 კომპიუტერს აკავშირებს ერთმანეთთან. 2 ცალი კომპიუტერის სადგამია, კედელზე მისაჭედებელი, ანუ კედელზე მიაჭედებთ, აი ესეთი არის ბოლოს, ნახეთ. აი ესეთი რაღაცა გამოდის.
ანუ კედელზე მიჭედებული გამოდის და ორი მონიტორი იქნება. ნუ ძალიან კაი რაღაცაა, მომეწონა, დეტალურად არის აღწერილი როგორ უნდა ააწყოთ დეტალებში, დანომრილი და ყველაფერი. რომელი ბოლტი სად შევა და ასე შემდეგ. კაი რაღაცა, ესეც მე არ დამჭირდება, სპეციფიური ნივთია ძალიან, ჩემს საიზზე დაიდება გასაყიდად ესეც. შემდეგი, საკმაოდ დიდი ნივთი, შედარებას არ არის ესეთი მსუბუქია. გავხსნათ ესეც. ოჰო. ან ჭიქებია რაღაც ეგეთი არის. ჭიქებია თუ ავსწრები, მოდი სწორად გავხსნი. აი ესე გამოიყურება. კარგად არის შეფუთული შინი და ბოლომდე არ ჩანს რა არის, მაგრამ მე ჭიქები მგონია. ყველა მხრიდან დასკოჩილი რატო? საწყობების მოხვება ჭიქებია, ხო? ოღონდ რაღაც უცნაური ჭიქებია, გადაფუთული არის 1000-ჯერ, აი ესეთი კილას გავს, ხის დავსახური აქვს და აქ საწყობის ჩასადები. ნუ რაღაცა მოდერნიზირებული ის არის. 4 ცალი და ზუსტად ერთნაირი იდენტურები. საზაფხულოთ არის კაი ვარიანტი ცივი ყავისთვის სავარაუდოდ, თან სტილიც რაღაც ძალიან უცხოა, ანუ ესეთი სტილის პირველად ნახე ესეთი რაღაცა. თავისი საწყობების მოყვება ხალხს, ნუ ესეც დაიდება ჩემს საიტზე. შემდეგი, ამაში მე მგონი ერთი ყუთი დევს, თუ ორი ყუთი დევს. ხო, ერთი ყუთი უნდა იდოს წესით. უკვე ხელით ხვდები, იმდენი ამანათი მაგ გახსნილი და ხელით ხვდები უკვე. ეს რაღაცა კარგი ჩანს, იმიტომ რომ სრულიად გაუხსნელია, კიდევ ზემოდან თავისი ცელოფანი აქვს. ოჰო, რა წერია? Sony Lac 2. Sony Lac 2, აი ესე წერია. ნახეთ. რაღაცა გეიმინგთანაა დაკავშირებული? Black. Sony Black 2, იქ რაღაც სხვანაირი ყოფილა, ვერ შევამჩნიე. Lac არა, Black. ნუ მიწევს ამისი გახსნაც. ნახოთ აბა, ნახოთ რა არის. რა არის? რაღაც ძალიან კარგია. თამაშების დისკებია. ერთი თამაშის დისკი მოყვა. ეს უოჭველი თამაში იქნება. ალბათ თამაშია, კინო ხო იქნება. Sony Black 2. ეს ერთი რაღაც მოყვა. დისკი, მე მგონი ესაა თამაშის დისკი. ეს გავს. აი ესაა თამაშის დისკი, ანუ 3 დისკი მოყვა ერთი სიტყვით. ეს და ეს. ამასთან ერთად თავისი სერტიფიკატიც მოყვა რაღაც. აი ესეთი რა ტიპის თამაში უნდა იყოს, ვერ ვხვდები. და რაღაც მოსაცმელი, ალბათ თამაში გმირს აცვია ეს მოსაცმელი რაღაც არ ვიცი. ეხლა გავხსნით კონცერტად და ნახავ რა იქნება. ხარისხი, კაი, მე მგონი ხუდია. თუ ავსწრები ხუდი უნდა იყოს. კი, ხუდია. ხუდია, აი ესე გამოიყურება, მოდი ჯერ ზომა რა არის, ნახოთ. ზომა არა წერია. მაგრამ დიდი ჩანს, ელია სავარაუდოდ. აი ესე გამოიყურება წინიდან, არ ვიცი როგორ ჩანს. დიდი არაფერი არა წერია და უკან აქვს წარწერები. აი ესეთი, ნახეთ. აი ესეთი. ხარისხი კაია, ნუ საშუალო, ძალიან კაი არა. დისკის ექნება სათამაშო, ეს ალბათ ფილმია, შეიძლება ფილმიცაა გადაღებული, ამაზე არ ვიცი. მე მოვიძიებ ინფორმაციასაც. ნუ კაი რამეა, სამწუხაროდ Sony არ მაქვს მე. ვერ ვითამაშებ. შეიძლება კომპიუტერის დისკი, არ ვიცი. Sony რატო ქვია, არ ვიცი. შეიძლება Sony თამაში ქვია, არ ვიცი, ვერ გეტყვი. რაც არის, ეს არის. ნუ არ ვიცი რა არის, რა თამაშია, მაგრამ ესეც რო გაიხვევა, მე ესეც ჩემს საიტზე დაიდება, იმიტომ რომ მე ესეთი რაღაცები არ მიყვარს. კაი რაღაცაა, ზოგმა შეიძლება იცოდეთ კიდევაც, ახლა მაგარი გეიმერი ვიცხად გასაუბრებთ. ალბათ თამაშია, ეგეც არ ვიცი. შემდეგი, ბოლოს წინა ამანათი, ნახოთ რა დევს. თუ ავსწრები, ვაკუუმის ის არის, რა ქვია, აპარატი. სამზარეულოს ვაკუუმის აპარატია თუ ავსწრები. ამაზე ვიცანი. ეს არის. ეს არის, გავხსნი ხა განახებთ. ეგ უნდა იყოს და თავისი რამოდენიმე ისის მოყვა. ეს და თვითონ ესეც ვაკუუმის აპარატი. ანუ პროდუქციას ვაკუუმირებას უკეთებს. აი ესეთია, ესე გამოიყურება ერთი სიტყვით, აი ესე. თავის შესაერთებელი რამოდენიმე ფუნქცია, ძალიან ბევრი რაღაც საბუთი მოყვება, თავისი ინსტრუქცია და კიდე შიგნით რაღაცეები არის. ეს არ ვიცი, ალბათ მე ინსტრუქციაში ვიპოვე რა არის. ნუ ამას არ ვიცი, შეიძლება დავიტოვოთ, შეიძლება არა, იმიტომ რომ მეც მინდოდა ხოლმე, მაგრამ მოვიფიქრებ სახში თუ მაგ ამის ადგილი და თუ გამოვიყენებ ხოლმე საერთოდ თუ რაღაცა საიტში ამოწმეთ ჩემი დაკარგული ამანათები წერტილი G, თუ საიტზე დაიდო, ესე იგი იყიდება კიდევაც ეს. ნახოთ. კაი რაღაცა ჩანს, გერმანულად წერია, რომ ეს არის Zuberhorsuschnauchlauch ფახ რაღაცა. მე მომწონს ესეთი რაღაცეები ძალიან. და დღეისათვის ბოლო ნივთი, სანამ ამ ბოლო ნივთს გავხსნი, თხოვნა იქნება გამოიწეროთ ჩემი ახი, ეს მოტივაციას მომცემს, რომ უფრო მეტი და მეტი ვიდეოები შემოგთავაზოთ ხოლმე. უკეთესი ხარისხით, უკეთესი ნივთები არ ვიცი გადავს ხოლმე შეგეთ, მაგრამ უფრო მეტს გამოვიწერ ხოლმე. ასევე ჩემი მხარდამჭერის მინდა გახსენოთ, თუ არის Georgian Time. ამანათების განაზრდის კომპანია. და ნახოთ ბოლოში გაიდება ყუთია, ესეც ტექნიკა იქნება ალბათ, იმიტომ რომ ესეთ ყუთში არ მგონია რაღაც უსტაგულად ჩადებული დებილობა იყოს და ნახოთ რა არის. რაღაცა იდიოტობას გავს. Toner cartridge. Cartridge არის ამხელა, რისი cartridge-ია? ამაში პრინტერი ჩაეტებოდა. cartridge-ებია ხალხო. თან ძალიან კაი cartridge-ებია, მაგრამ ისეა ჩადებული, ეხა ამას რა მოვიღებ, ვეღარ ჩავდებ.
დევს 1 2 3 მეოთხე ხელში მიჭერს 4 ცალი კარტრიჯი დევს. მოდი 1 ცალს გავხსნი რომ ნახოთ რა არის. ეს რომელი პრინტერის კარტრიჯი არ ვიცი, მაგრამ საკმაოდ დიდია, ფერადია თუ არა ეგეც არ ვიცი და ესეთი კარტრიჯი არც მინახავს. ანუ არ ვიცი, ნახეთ რა ხელა არის. სულ ყველაფერი გერმანულად წერია, ინგლისურად რო იყოს კიდე გავიგებდი რაღაცას. აწერია რომ არის HP Colo Laser MFPS პრინტერის კარტრიჯი. შავიზე 1000 წერია, ფერაზე 700 წერია. ამ კარტრიჯების გამო ამ პრინტერს არ ვიყიდე, ასე რომ კარტრიჯები გაიყიდება ჩემს საიტზე. ნუ ვინმეს თუ ძალიან სწრაფად გნებავთ, შეგიძლიათ კომენტარებში დამიწეროთ თუ გინდათ და მოგწერთ ჩემი ოპერატორი. სულ ეს იყო მეგობრებო, ძალიან კაი რაღაცები ამოვიდა დიდამანათებში, როგორც ვარაუდობდი, ანუ ძირითადი კაი ნივთები ამოვიდა აქ. სულ ეს იყო, წარმატებები ყველას, გამოიწერეთ ჩემი არხები და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს.